გაიგო რამე გაახილო უნდა თვალი თუ კიდაც ემშვიდობები დაგიქნიოს უნდა თათი თუ გინდა ისწავლო კითხვა დაწერს უნდა გაყოლო თითი ჩვენ რომ ძალიან გვიყვარს რა არის თხილი წლის 1 ივნისს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებზე დღესასწაული მოუწყო. სწორედ ეს მოვლენა დაედო საფუძვლად გაეროს დეკლარაციას, რომლის მიხედვით 1950 წლიდან 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა. და დღესასწაულს როგორც წესი ბავშვებისადმი მიზღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა აქციებით აღნიშნავენ. ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები. გილოცავ ბავშვების დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით დასვენებისა და კულტურის პარკ მუშტაეთში კომპანია ესრომის დირექტორმა სალომე სურგულაძემ საქველმოქმედო სახლ-მომავლის გზისა და აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის აღზრდელებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და ნაყინები და გასართო პარკში დასასწრები აბონემენტები გადასცა. პარკში ბავშვებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებიც გაიმართა. მინდა ყველა პატარას მიულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ასევე წმინდა ნინოს ხლემის დღე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით მუშტაეთის ბაღში, სადაც არის საქველმოქმედო ღონისძიება კომპანიის გრუპის მიერ ორგანიზებული. ასევე ამ ღონისძიებაში არის გურჯაანის ნაყინი ჩართული და მას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის და გილოცავ აქვს ყველას. გავერთე ჩემს თანატოლებთან ერთად. მე ყველას გილოცავ ბავშვთა დღეს და ვიყავ ჯანმრთელად და ბედნიერად. ვუსურებ ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას. აფხაზეთის დაბრუნებას და ბედნიერ საქართველოს.